არაბული კომპანია Eagle Hills-ი საქართველოში ანხორციელებს 6 მილიარდიან ინვესტიციას, რათა კრწანისის ტყეპარკისა და გონიოს მიმდებარე ტერიტორიაზე ააგოს 2 ქალაქი. ამ პროექტმა საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილში შეშფოთება გამოიწვია. მოდით პუნქტობრივად განვიხილოთ თითოეული პრობლემური საკითხი. პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერი ქვეყნისგან, რომელიც სახელმწიფოსთან კონფლიქტში არ იმყოფება, იქნება ეს ევროპის ქვეყნები, გალფის ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი თუ სხვა, ინვესტიციის მოზიდვა მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის. თუმცა თუ კი ინვესტიციის ზომა არის იმ მასშტაბის, რაც შესაძლოა პოლიტიკური ზეგავლენის ბერკეტიც კი გახდეს, მინიმუმ დამაფიქრებელია. ჩვენ შემთხვევაში კი, როდესაც თვითგამოცხადებული ხელისუფლება თავის ნებაზე ათამაშებს ქვეყნის პოლიტიკურ ვექტორს, ეს შემაშფოთებელიც კია. მეორე პრობლემას წარმოადგენს მიგრაციის ფაქტორი. ეს საკითხი რამდენიმე კუთხით არის განსახილველი. ერთის მხრივ თავად ინვესტორმაც კი განაცხადა, რომ აღნიშნულ დასახლებებში უძრავი ქონების მფლობელთა 60% იქნება უცხოელი, რაც აპრიორშივე პრობლემური საკითხია. არ აქვს მნიშვნელობა ეს პირები იქნებიან კონკრეტულად არაბული წარმომავლობის, რუსები თუ სხვა. რაც შეეხება უძრავი ქონების ბიზნესს, ჩვენი ნაწარმის ნახევარი 60%-იც საერთაშორისო მყიდველზეა გათვლილი. თუ კი ინვესტორის ნათქვამს კარგად დავაკვირდებით, კონტექსტი ასეთია, რომ აღნიშნულ ელიტურ დასახლებაში საქართველოს მოსახლეობას გაუჭირდება ქონების მასიურად შეძენა. სწორედ აქედან გამომდინარე იქნება ის 60% უცხოელი მაცხოვრებელი. რაც პირდაპირ მიუთითებს იმ პრობლემაზე, რომ 13 წლიანი მმართველობის პირობებშიც კი ქართულმა ოცნებამ ვერ შეძლო საქართველოში იმგვარი ეკონომიკური მდგომარეობის შექმნა, რომ საქართველოს მოქალაქეებს შესძლებოდათ აღნიშნული ბინების შეძენა. თუმცა თუ კი რეალობას დაუკვირდებით, არათუ ელიტურ დასახლებებში, არამედ ქალაქის გარეუბანშიც კი ახალშექმნილი ოჯახი ვერ ახერხებს ოროთახიანი ბინის ყიდვას. მეორე მხრივ მიგრაცია არ არის განსახილველი მხოლოდ აღნიშნულ ქალაქებში მცხოვრები პირების ხარჯზე, არამედ აქ შემოდის უკვე იაფი მუშახელის საკითხიც. ერთი მხრივ თავად ქალაქების მშენებლობის პროცესში და ასევე პროექტის დასრულების შემდგომაც ელიტურ დასახლებას დასჭირდება იაფი მომსახურე პერსონალი და თუ კი ჩვენ დავაკვირდებით თუნდაც დუბაის გამოცდილებას, დუბაიში ადგილობრივი ცხოვრები არის მხოლოდ 10%, ხოლო დანარჩენი არიან ინდოელი მიგრანტები, პაკისტანელი მიგრანტები, ბანგლადეშელები და სხვა ქვეყნის წარმომადგენლები. ხოლო მშენებლობის პროექტების განხორციელება მიგრანტების მოზიდვის ხარჯზე, რომ იაფი მუშახელი იყოს დასაქმებული, ჩვენ საქართველოში წარსულშიც გვინახავს და დღესაც ვხედავთ. მესამე. ზოგადად საქართველოს ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს მოსახლეობის არათანაბარი გადანაწილება. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ცხოვრობს თბილისში და თბილისთან სიახლოვისგან გამომდინარე რუსთავში. ხოლო თუ კი 21 საუკუნის დასაწყისში ქუთაისი იყო სიდიდით მეორე ქალაქი, დღესდღეობით მისი მოსახლეობა განახევრებულია. ეს პრობლემა კი კარგად მოგვეხსენება არ არის მხოლოდ ქუთაისის პრობლემა, არამედ ზოგადად რეგიონების კატასტროფული კლება მიმდინარეობს. ანუ ნებისმიერმა ეროვნულად მოაზროვნე ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს ამ პრობლემის მეტნაკლებად მოგვარებაზე. ხოლო ჩვენ რას ვხედავთ? Eagle Hills-ის ერთ-ერთი ქალაქი შენდება კრწანისის ტყეპარკის ტერიტორიაზე, რომელიც სწორედ ორ უდიდეს ქალაქს თბილისსა და რუსთავს შორის მდებარეობს. რაც კიდევ უფრო გაზრდის მოსახლეობის კონცენტრაციას აღნიშნულ არეალში. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ქართული ოცნება არათუ არ ზრუნავს რეგიონების განვითარებაზე, არამედ მისთვის ეს პრობლემა დღის წესრიგშიც კი არ დგას. ხოლო ის იაფი მომსახურე პერსონალი, რომელზეც წინა პუნქტში ვისაუბრე, განთავსდებიან სწორედ თბილისში, რუსთავში, გონიოსა და ბათუმში. მეოთხე. ზოგადად ძალიან კარგია გარემოსთან შერწყმული ქალაქების მშენებლობა. თუმცა ეს არ უნდა ხდებოდეს ტყეპარკების ხარჯზე, ხოლო როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ერთ-ერთი ქალაქი სწორედ კრწანისის ტყეპარკის ტერიტორიაზე აშენდება. თანაც კრწანისის ტყეპარკი არის ტუგაის ტიპის ტყე. იგი არის მდინარე მტკვრის ჭალა, ხოლო ჭალის ტყეები მასიურად გაჩეხილია, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ საქართველოში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გამწვანებული ქალაქების არსებობა აუცილებელია, თუმცა ეს ერთი მხრივ უნდა ხდებოდეს არსებული ქალაქების გამწვანების ხარჯზე, ხოლო თუ კი ახალი ქალაქის მშენებლობაა საჭირო, მაშინ უნდა ხდებოდეს მისი მშენებლობის პროცესში გამწვანება და არა ისე, რომ არსებული ტყე აიღო, მისი ნაწილი გაჩეხო და ამის შედეგად მიიღო ეგრეთ წოდებული ტყიანი დასახლება. მეხუთე. ასევე აღსანიშნავია ხელშეკრულების დიდი ნაწილის ფარულობა, რაც ისედაც კორუფციაში ჩაფლული ქართული ოცნების პირობებში დამატებით შეშფოთებას იწვევს. თან ჩვენ თუ კი გავითვალისწინებთ წარსულ გამოცდილებას, მაგალითად ნამახვან ჰესის პროექტს,
აღნიშნული ხელშეკრულება იმდენად კაბალური იყო, რომ სახელმწიფოს დიდი რაოდენობით ზარალი მიაყენა. თანაც თუ კი Eagle Hills-ის საერთაშორისო გამოცდილებას დავაკვირდებით, ჩვენ უამრავ პრობლემას აღმოვაჩენთ. იქნება ეს წლობით დაუმთავრებელი პროექტები, თუ მაგალითად ხორვატიაში მასობრივი გამოსვლები და სხვა და სხვა. სწორედ აღნიშნული საკითხები, რაც მე ჩამოვთვალე, უამრავ კითხვას აჩენს საქართველოს მოსახლეობაში და იწვევს სამართლიან აღშფოთებას აღნიშნული პროექტის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე და ზოგადადაც მსგავსი მასშტაბის პროექტები აუცილებლად საჭიროებს მოსახლეობასთან შეთანხმებას.